მოსამართლეობა. როგორ უნდა იყოს თქვენ მოსამართლე, როგორ? ყველაფერი ხელის გულივით ნათელია. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ რამდენიმე წამის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება მოსამართლე სალიხ შაინიძე მან 2000 ლარი დაიჭერა ამაღლებელი ადმინისტრაციულ საქმეზე ეს არის ის საქმე სადაც იყავდა დაადასტურა ამავე მოსამართლემ წინასწარმოზე ვინცან სიყალბის დანახვის მიუხედავად მოსამართლემ სამართალდამტყუარად ისევ მზია ამაღლებელი ცნო რომელიც უკანონო მოპყრობის მსხვერპლი გახდა სულ რამდენიმე წამის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება მოსამართლე სალიხ შაინიძემ მან სამართალდამტყუარად ცნო მზია ამაღლებელი დააჭარიმა 2000 ლარი თქვენ გესმით შეძახილები სასამართლოს გარედან არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა ესენი არიან მოქალაქეები რომლებიც ვერ დაესწრნენ სასამართლოს კრომის დარბაზს ადგილების სიმცირის გამო მაიამ წარიაშვილი ადვოკატი ასე მზია ამაღლობელის ადვოკატები ჯუბა ქათამაძე ამ გადაწყვეტილებას ესწრებოდნენ საელჩოების წარმომადგენლებიც ეს არის საქმე სადაც სიყალბე ნაწილობრივ დაადასტურა მოსამართლემ სალიხ შაინიძე როგორც ეს სამართალდამტყუარვა პირიქით დაუდგინა მზია ამაღლობელს დაადასტურა ინფორმაცია შესაძლოა რომ იყო ბრალდებას ყავდა სრუმოწმება მე არ მქონია დიდი მოლოდინი იმიტომ რომ ეს არ არის სასამართლო საერთოდ თუმცა ამგვარ უკითრობას მაინც არ ველოდი ამიტომ ძალიან გაბრაზებული სხვა არაფრის მარჩები ეს არ არის უბრალოდ სასამართლო კი არა ამიტომ სრულიად განხალბებული დაკავების ოფლებით ცრუმოწმეებით მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ის ესწრებოდა ადმინისტრაციულ პროცესს რომლის საფუძველზე მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მიიღო სრულიად ნათელი იყო რასთან გვაქვს საქმე როგორ მტკიცებულებების და მოწმეების დაყალბების საფუძველზე მიიღო უწიფრად მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება აღნიშნულების თქვენის მედიკის კომპანიაში გიორგი ხიმშიაშვილს მოусმინოთ იურის რომელიც იცავს მზია ამაღლობელის ინტერესებს გიორგი არ გარბის ასე ეს ოპერატორები შორსო დავდგეთ არა აი შენ რომ გამოვუკრა ცოტა მოსამართლესაც სხვა დამკავებელიც კი სხვა იყო და ადასტურა მაინც მიიღო გამომწუნებელი გასწრება ერთადერთი რაც შეგვიძლია შევაფასოთ ხელოვნური გადაწყვეტილება ის არის რომ ეს არის ის უკანონო გადაწყვეტილება რაც სამწუხარო მზია ამაღლებელისთან მიმართებით მისი დაკავებიდან დღემდე ასე ვთქვათ გრძელდება და ვხედავთ სასამართლო სისტემის დონეზეც და ყველა უწყებულ დონეზე სადაც სახელმწიფო ერთობა
რომ ზიანებულთა მომენტები არის აბსოლუტურად პროცესი რეპრესიული და მაქსიმალურად ასე დასჯადდება. Რამდენი გადაწყვეტილებაც ეს არის გამოვლენა ამ პროცესის. მას შემდეგ რაც მან გაინახა ნაწილობრივ ეს სიხალბე გიორგი, მას შემდეგ რაც წინა პროცესზე 13 მარტის ხომაზე ამავე მოსამართლე თქვა რომ მუდაოა ის ვიდეო მტკიცებულებები, როცა თქვა ჩანს რომ გრიგოლ ბესელი აკავებს მზია ამაღლობელს და არა გოჩავანაძე, როგორც ეს ჩანს საქმის მასალებში, ხო? ოლქში რომელიც გაყალბებულია. ამის შემდეგ როგორ შეიძლება გავიგოთ მოსამართლის ხომდელი გადაწყვეტილება, რას ნიშნავს ეს სამართლებრივად? ვერ გავიგებთ, იმიტომ ვაფასებ, რომ ეს არის უკანონო. ის მომენტი რომ მოსამართლემ ერთ ნაწილში უკანონობის კომპონენტი აბსოლუტურად ცალსახად დაადასტურა და აღიარა, მაგრამ შედეგი და გამოცხადება სხვა მივიღეთ. ვერ გეტყვით რა არის საფუძველი მანასთან გადაწყვეტილებას დავნახოთ, მაგრამ რაც არ უნდა დაიწეროს და რაც არ უნდა იყოს, გადაწყვეტილება არის უკანონო. მან განმარტა რამე ჩვენ ვერ ვისმენით უკან არ განუმარტავს, ხოლო გამოაცხადა შედეგი. ხო თქვა რომ 2000 ლარი დააჯერება მზია ამაღლობელი. 2000 ლარიანი ჯამი. ან არავით არის არგუმენტი, მას არაფერი არ. თქვა რომ ეს გადაწყვეტილება არგუმენტები იქნება მის გადაწყვეტილებაში. ნუ ცხადია ვერ იქნება, იმიტომ რომ ფაქტები ანუ შეუძლებელია რომ იყოს. ობიექტურად შეუძლებელია რომ მადლობა, ეს გიორგი ხიმშიაშვილი იყო, მზია ამაღლობელის აინტერესების დამცველი. მოდი მაიამ წარიაშვილს მოვუსმინოთ ახლა. კი. კაპიტანი მაია, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბათუმანების პირდაპირ ეთერში. რას ნიშნავს მოსამართლე სალიხ შაინის გადაწყვეტილება, დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე წამის წინ გამოაცხადა, როცა 2000 ლარი დააჯერება მზია ამაღლობელი, მაშინ როცა წინა სხდომაზე მან უნდაოდ მიიჩნია ეს ვიდეო მტკიცებულება, სადაც მაგალითად ჩანს, რომ გრიგოლ ბესელი აკავებს მზია ამაღლობელს და არა გოჩავანაძე, როგორც ეს გაყალბებულ ოფისში ჩანს. და არ მიუჩნევია მან თაღლითობა წინა პროცესიდანვე დაიწყო იმ განცხადებებს ნებისმიერი იურისტი მიხვდებოდა საით მიყავდა რა გითხრათ დღევანდელი გადაწყვეტილება სახელმწიფოსაც არ ვიმახსოვრა ასეთი მოსამართლეების მათ სახელმწიფოარი ერთია ვთქვათ ეს იყო სამარცხვინო საქციელი აი მეტი როგორ შევახსენე ალბათ ერთ-ერთი სამარცხვინო ეს გადაწყვეტილება ჩვენი მართლმსაჯულების ისტორიაში მე მიუხედავად რომ ეს პროცესი არ მიმყავდა ამ მედია გაშუქებებს ჩანაწერებს ვსმენდი მოწმეების ანუ რას როგორ ამბობდნენ წინა პროცესს ვუსმინე სხვადასხვა ჩანაწერებს ეს იყო სამარცხვინოესი პოლიციელი მოწმეები, ვითომ დამყარებელი მოწმეები, წინადადები თავიდან ბოლომდე ვერ აწყობდნენ წინადადებას. აი ეს სამართლიანი მოსამართლე რაღაცებს აშველებდა აქედან, რომ რაღაცებს შეეხსენებინა, როდესაც ზიდან საერთოდ გადავარდნილები. ამ სამართლიანობას უსმინე და იმ ფონზე მოусმინე დღევანდელ გადაწყვეტილებას. წარმოიდგინეთ, ანუ რაზე არიან ხელის მომწერები ჩვენი მოსამართლეები, ადამიანს დააკავეს არაფრის გამო სტიკერის რაფის გამო და არსებობს ვიდეო კადრები დააკავეს უკანონოდ შეუთითხდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმე დააბრალეს წვილები რომ ვითომ წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს არ აძლევდა ვიღაცების დაკავების საშუალებას აჭინებდა შეუძლებას გვაყენებდა რომ ეს არ არსებობს ყველა მხო იცის რომ ეს წვილია ყველა მხო იცის თვითონ მოსამართლე მხო იცის ყველა პოლიციელო ყველა მხო იცის ამ ქვეყანაში მაგრამ აი წარმოიდგინეთ როგორ არ უნდა გქონდეს არც ინდისი არც ნამუსი არაფერი რომ ამ საქმეზე დაადგინო რომ ზია ამაღლობელმა ჩაიდინა ის სამართალდარღვევა მაშინ ვიდეოგრაფი თქვა წარმოიდგინეთ ვიდეოგრაფი თუ არ არსებობდეს რეებს დაგვაბრალებდა ხო არა ვიდეოზე ხო თქვა რომ აღარ ვიდეო გრიგოლ ბესელი ეს და იდაგებოდა ის დაკითხვა იმიტომ რომ მათი მიზეზი ხო უდოდა მოი მიზეზი დაკითხვა არ ვიდა იმიტომ რომ ხედავ კადრშიო ხო კადრში ხედავთო კადრში ხედავ ეხლა დანარჩენ ისე ვთქვათ ნამუსობებს დაწერს გადაწყვეტილებაში და იქ ნახავთ რეებს დაწერს მაგრამ როგორ უნდა დაასაბუთოს არჩება რამე სამართლებრივი საშუალება რომ რამე დაასაბუთოს კატეგორია დიდი ხანია ჩვენი იურისტებმა უკვე ასე ვთქვათ ამოვიღეთ ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებებში გასაბუთებებს აღარ ველოდებით და არ ვკითხულობთ იქ ესენი არ წერია იქ წერია რაღაც სიგიჟეები რამოდენიმე ასეთი იქნება შადას ეს იქნება სასამართლო გადაწყვეტილება სხვა არა მადლობა ეს მაიამ წარიაშვილი იყო ადვოკატი ეხლა როგორც ვთქვი ხმაურით ჟურნალისტები ოჯახის წევრები აცილებენ მზია ამაღლობელს პენტენციური სამსახურის
მანქანას, რომელთაც გადაჰყავთ მზია ამაღლებელი. როგორც ხედავთ, უკვე დატოვა პენდენსიური სამსახურის მანქანება სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია. მზია ამაღლებელი ისევ წაიყვანა პენდენსურმა სამსახურმა რუსთავის ქალთა დაწესებულებაში.
დღეს მზიამაღლებელი ეს სამართლის საქმის განხილვას არცებითი განხილვა დაიწყო დღეს მზიამაღლებელი თუმცა ვისათვის განიხილავს მოსამართლეს ის სამართლის საქმის განიხილავს მოსამართლე რომელსაც სისხლის სამართალი არ ისწავლია და არც სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს მას ის დაასამცირეს კიდევაც სწორედ მზიამაღლების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო და ჩაუწერეს რომ ჟურნალისტის უფლების დარღვევის გამო სწორედ მზიამაღლების საქმეში ის არის დაასამცირებული ბალტიისპირეთის ქვეყნებში ასევე მაშინ რაც მზიამაღლებელი დააპატიმრა გამოსაცდელი ვადი დანიშნული ნინო სახელაშვილი უკვე უვადოდ გაამწეს ეს ხოლო მოსამართლე სალიხ შაინიძემ იმის მიუხედავად რომ პირდაპირ ჩანს სიყალბე მზიამაღლების ადმინისტრაციულ საქმეში მაშინ როცა ჩანს მაგალითად რომ გრიგოლ ბესელიამ დააკავა მზიამაღლებელი რაც არის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა და უკში ჩაწერეს რომ ის დააკავა არა ბესელიამ არამედ გოჩავანაძემ ასევე ის გარემოება რომ თვითონ ის დააკავეს არის სტიკერის გაკვრის გამო რაც ჩანს კადრებში ასევე კადრებში ისმის ზირებგებოაძის ბათუმის პოლიციის უფროსის სტიკერის გაკვრისთვის რის გამოც პოლიციელებს არ ქონდათ მზიამაღლების დაკავების უფლება და არავის დაკავების უფლება არ აქვს ზოგადად 150 მუხლის საფუძველზე და უკში ჩაწერეს რომ დააკავეს თვითონ 173 მუხლის მიხედვით რაც გულისხმობს პოლიციელების შეურაცხყოფას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზიამაღლებელი დღეს ადმინისტრაციული სამართალ დარღვევის საქმეზე ცნო სამართალ დამრღვევად და მას ჯარიმის გადახდა დააკისრა 2000 ლარის ოდენობით. 네. რა გამოგვადგა საცობი ბიჭო? ხახახახტაი. სულ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა ეს გადაწყვეტილება მოსამართლე სალიხ შაინიძემ, რომელმაც 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა მზიამაღლებელს. ის სამართალ დამრღვევად ცნო სალიხ შაინიძემ იმის მიუხედავად რომ ძალიან მკაფიოდ ვიდეო მასალით ჩანდა ის თუ როგორ გააყალბეს მზიამაღლებელი საქმე პოლიციის მაღალ ჩინოსნებმა საინტერესო ისაა რომ ადვოკატებმა ამ საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ მათ გამოეძიებინათ პოლიციის მაღალ ჩინოსნების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული მათ შორის დოკუმენტების გაყალბება და საინტერესო რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმის გამოძიება დაავალა, შესწავლა დაავალა ისევ გრიგოლ ბესელიას. ანუ გამოდის რომ გრიგოლ ბესელიამ თავად უნდა მოიკვლიოს, თავად უნდა დაადგინოს, ჩაიდირა თუ არა თავად დანაშაული და გააყალბა თუ არა დოკუმენტები. გააყალბა თუ არა დოკუმენტები მზიამაღლებელის საქმეში. მზიამაღლებელის ახლობლები ასევე ჟურნალისტები მოქალაქეები დღეს ბევრმა მათგანმა ვერც კი მოახერხა პროცესის დასწრება სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში. მე დიდი იყო ინტერესი და სურვილი მოქალაქეებს მოესმინათ მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ, მათი ნაწილი გარედან შეძახილებით ცდილობდა რომ მიეწვინა მისი ხმა სასამართლოსთვის. ისინი იძახდნენ ცეცხლი ოლიგარქიას უსამართლოს სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდა და თქვენ იცით ეს ფრაზები რამდენად პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პროევროპულ საპროტესტო აქციებზე. როგორც ამ საქმის იურისტები, ამ საქმის ადვოკატები ამბობენ, შეუძლებელია მოსამართლეს კონდეს დასაბუთება თუ რის გამო მიიჩნია მან მზიამაღლებელი სამართალ დამრღვევად ამ საქმეში, რადგანაც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მზიამაღლებელის მიერ სამართალ დარღვევის ჩადენას. პირიქით საქმის წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს
შუსუს მხრიდან სიყალბის ჩადენას და სიყალბე ნაწილობრივ დაადასტურა კიდევაც მოსამართლე სალიხ შაინიძემ, როდესაც 13 მარტის თომაზე მან თქვა, რომ არ არის საჭირო დაიკითხოს ირაკლი დღებულაძე, გრიგოლ ბესელიანი, აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები, რადგანაც მას ისე ძალიან კაფე დასანახია ის, რაც ასახულია ვიდეო მასალაში, როცა მაგალითად გრიგოლ ბესელი აკავებს მზია ამაღლებელს და არა გოჩავანაძე, როგორც ეს დაკავების ოქმშია ასახული. მოსპონსორ ზვიად კორიძეს ჟურნალისტ არსებული სისტემა და ბიძინა ივანიშვილი რასაც ეჭვს იმას გადაწყვეტს ეს კონკრეტული მოსამართლე. ერთი ან მეორე ამესამე რა მნიშვნელობაა? სალიხ შაინიძეს აცილებას ითხოვდა მზია ამაღლებელი, იმიტომ რომ ისი დეიდაშვილი სინძია და ოჯახის ახლობელია და ასე შემდეგ და მან უარი თქვა. სალიხ შაინიძემ დღეს თქვა რომ ის მზიას, რომელიც ჭორეული ნაცესევია, იმას კი არ გაამკუნებს, იმას კი არ საკუთარ დაძმას გაამკუნებს. საკუთარ დაძმას გამოუყვეს ეს განაჩენი, იმიტომ რომ ის ხო პერსონალურადაც უკვე უხერხემლოა, ინფუზორია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინფუზი ასეთი ინფორმაცია რა ეტაპზე გადავიდა ეს სასამართლო, როცა წინას თომაზე პრაქტიკულად დაადასტურა ნაწილობრივ სიყალბე სალიხ შაინიძემ და დღეს მაინც საბადარღობად მიიჩნია ისევ მზია ამაღლებელი, რომელიც უკანონო მოპყრობის მსხვერპლია მინიმუმ ამ საქმეში, ხო? რას ნიშნავს ეს ამბავი? მზია ამაღლებელი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვე და რაც იტყვის სალიხ შაინიძე, ნინო სახელაშვილი, ვიქტორ მეტრეველი, ეს არის მეათეხარისხოვანი. ესენი გადაწყვეტილებას არ იღებენ. ესენი არ არიან მოსამართლეები. მოსამართლეში ჩვენ რასაც გულისხმობთ, მართლმსაჯულებაში რასაც გულისხმობთ, ეს აქტი აქ არ დგება ამ შენობაში და არც ერთ შენობაში, სადაც სამოსამართლეო აპარატი ზის, იქ არსად არ დგება დღეს მართლმსაჯულება. გამორიცხულია რომ აი ამათ ერქვათ მართლმსაჯულების დამდგენი პირები რა. და ამიტომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, გამოაცხადებს, აიკითხავს სალიხ შაინიძე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გახმოვანება იმის, რა უნდა ბიძინა ივანიშვილს და რა პოლიტიკურ დაკვეთას აძლევს ის თავის მთავრობას და თავის სასამართლოს. რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რა ძალა მოქალაქეების ხელში ამ დროს, რომ ეს პროცესი დასრულდეს მოქალაქეების ასარგებლოდ. ყველა მოქალაქეს უნდა კონდეს განცდა, რომ სალიხ შაინიძე, ნინო სახელაშვილი, ვიქტორ მეტრეველი, ჯუმბერ ბეჟანიძე და ყველა სხვა აი ეს ფსევდო მოსამართლე, რომელიც აი ამ შენობაში და კიდე სხვა შენობაში, ქუთაისის სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციოში, თბილისის სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში, გორში, ლანჩხუთში არა აქვს მნიშვნელობა. ვინც კი ზის, ესენი არ იღებენ გადაწყვეტილებას სამართლიანობისთვის და მართლმსაჯულების ზეიმისთვის. ესენი ჩვენ თუ დაგიდგებათ პრობლემა ნებისმიერ მოქალაქეს, დაგიდგებათ პრობლემა თონების, დაგიდგებათ პრობლემა ბინვესთან დავის, დაგიდგებათ სამსახურის პრობლემა, დაგიდგებათ ბანკთან ანგარიშწორების პრობლემა, სადაც იქნება სახელმწიფოს ინტერესი, სახელმწიფოს ბრალებში, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილის, სადაც იქნება ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი, გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება ისეთი. ამიტომ თქვენ კი არ უნდა იმიჯელოთ სასამართლოს გადაწყვეტილება კოდექსის რომელი მუხლით როგორ იქნება თქვენ სასარგებლოდ. არა, კაცრავა. თქვენ უნდა იფიქროთ და იაზროთ ისე, როგორ აწყობს ეს ბიძინა ივანიშვილს. და თუ ეს ბიძინა ივანიშვილს ისე აწყობს, რომ თქვენ სახლი დაკარგოთ, დაკარგავთ სახლი. თუ აწყობს, რომ დაკარგოთ სამსახური, დაკარგავთ სამსახური. და ვერასოდეს ვერ იპოვით სამართალს, ვიდრე ვიქნებით ასე ინდიფერენტული კონკრეტული საქმეებზე, რომელიც დღეს საქართველოში მიდის და მზია ამაღლობელის სასამართლო, რომელიც იმართება ბათუმში, აი ეს უნდა იყოს სრულიად ბათუმის პროტესტის ადგილი, პროტესტის სივრცე და აქ უნდა იყოს ყველა ბათუმელი, იმიტომ რომ მე ამ თქვენ სწორედ ბათუმელებს გაქვთ პრობლემები სასამართლოში.
აუცილებლად შეგექმნება პრობლემები. აუცილებლად ეს ხელისუფლება თავისი კანონმდებლობით, თავისი ვლებით მოგადგებათ ყველას მოგვადგება. მე კი არ ვიქნები გამონაკლისი. ჯაბა შენ კი არ იქნები გამონაკლისი. ან ნებისმიერი სხვა ადამიანი კი არ იქნება გამონაკლისი. არავინ არ იქნება გამონაკლისი. არის ერთადერთი ადამიანი. ეს არის ბიძინა ივანიშვილი. და ამიტომ ის როგორც გადაწყვეტ, მას როგორც მოუნდება, მას რა ხუშტურიც ექნება, ისე წავა პროცესი და ეს პროცესი კიდე ერთხელ ვიმეორებ, თითოეულ ჩვენგანთან მოვა, ვიდრე ჩვენ ვიქნებით ასეთი ინერტულები და ასე გავატარებთ საინიძეების, ნინო სახელაშვილების და მსგავსი მათი მოსამართლეების, ეგრეთ წოდებული მოსამართლეების გადაწყვეტილებებს. ამ მოსამართლეებს უბრალოდ მართლა არ უნდა დაედგომებოდეს ამ ქალაქში. არ უნდა დაედგომებოდეს, იმიტომ რომ ისინი მართლმსაჯულებას და სამართლიანობას არ აზეიმებენ. ისინი აზეიმებენ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას. ბიძინა ივალიშვილის დღეს ჭირდება თქვენზე ამაღლობელი. მას არაფერი არ აინტერესებს სხვა. ამიტომ იქ ზია ამაღლებელმა რა გააკრა, როდის გააკრა, როდის დააკავეს, მანაძემ დაწერა, ზენაიშვილმა დაწერა, ეს ყველაფერი არის ბლეფი. ეს არავის არ ჭირდება. ეს არის ის, რაც უნდა ბიძინა ივანიშვილს, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს ზია ამაღლობელი პრესირებული. მაქსიმალურად. დღეს შეეძლო სალიხ ჩაინიძეს სხვათაშორის გამოეტანა პატიმრობის გადაწყვეტილება და უკვე არსებული პატიმრობის ვადა, რომელიც მზიამ გაატარა ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში, ჩაეთვლებოდა მას. არა, ულადი ჯარიმა დააკისრა, იმიტომ რომ ესეთი ცინიკური უნდა იყოს გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილი ახლა ცინიკოსობს. მან ესეც არის ის რა, იმიტომ რომ ცინიკი ზოგადად უნიჭობის ნიჭია, მაგრამ ამის ნიჭიც არა. ამიტომ აკეთებს ის ასეთ რაღაცას, რომ გადაუტეხოს ადამიანებს მომავლის რწმენა, პერსპექტივის რწმენა და ეს არ უნდა დავანებოთ ჩვენ მოქალაქეები. აი ესეთი სასამართლოებია, ასეთი სასამართლოები იმართება თბილისში. ყოველ დღე გადახედეთ განდრიქს საქალაქო სასამართლოში და ნახეთ ვისი საქმეები გადის და რა საქმეები გადის და რატო გადის. რატო შედან ეს ახალგაზრდა ადამიანები ციხეს, რატო ასამართლებენ, რატო აწამებენ დემოკრატიის ციხეში, რატო? იმიტომ რომ ასე უნდა ბიძინა ივანიშვილი, მას მანაირად არ შეუძლია და ამიტომაც მიაჩნია, ხო, სულ არ ადარდებს ირაკლი დღებუაცის აფაგრული მოყა ბიძინა ივანიშვილს, სულ არ აინტერესებს. ირაკლი დღებუაძეს ისე მოისვრის, როგორც დაგიბარებია, როგორც კი ეს საქმე მორჩება. მისთვის გრიგოლ ბესელია და ირაკლი დღებუაძე არიან უსახური პერსონაჟი, მაგრამ დღეს ისინი ჭირდება მზია ამაღლობელის დასაწყისში. მზია ამაღლობელია სამაგალითოდ დასაწყისში. და ეს უნდა გავიაზროთ ყველა უნდა დავფიქრდეთ ამაზე. მაგრამ ჩვენ თუ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვის სურვილი ახლა უფრო გადაგძალავს, იმიტომ რომ უი მე არ შემეხოთ, პირდაპირ გეუბნებით, ყველა შეგეხება ბიძინა ივანიშვილი. აუცილებლად ყველასთან მოვა მისი სამართალის და მისი მართლმსაჯულებაც. მადლობა, ეს ვიატქორიძე იყო ჟურნალისტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი. არა, სულ წესრიგი იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის. ეს არის ფაზები, რომელიც ეკუთვნის მზია ამაღლობას ციხიდან გამოგზავნილ წერილებში ამბობდა ამის შესახებ, რომ არ ვაპირებ ბიბლიურ რეჟიმის წესრიგი.
ასევე იბრძოლებს სანამ გვიანი არ არის. რამდენიმე წუთის წინ მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლე სალიხ შაინიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მან სამართალ დამღვრევად ცნო მზია ამაღლობელი და დააჯარიმა 2000 ლარით. ეს იმის მიუხედავად, რომ იგივე მოსამართლემ პრაქტიკულად ნაწილობრივ დაადასტურა სიყალბე ამ საქმეში, მაშინ როცა მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი არის გაყალბებული და ჩანს დაკავების ოქმის მიხედვით, რომ მზია ამაღლობელი დააკავა გოჩავანეძემ, ამ დროს ვიდეო მასალების მიხედვით ჩანს, რომ მზია ამაღლობელი დააკავა გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა. აქციის მონაწილეებს ხაბარ მშვენიერებიც მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელი. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ კომენტარი, რა იქნებოდა ახლა თქვენი სათქმელი სასამართლოსთვის, რომელმაც ესეთი გადაწყვეტილება მიიღო სულ რამდენიმე წუთის წინ? ჩემი სათქმელი იქნებოდა, რომ მე უბრალოდ ხედავ ჩემ თავს აი ამ სასამართლოში, ხედავ ჩვენს მომავალს ამ სასამართლოში. ვერ ხედავ ჩვენს მომავალს ამ სასამართლოში. წარმოუდგენელია, რასაც ჩვენ ახლა უყურებთ და წარმოუდგენელია, რომ ამას უყურებს სხვაც და არ ვიცი, არ დგას აქ. ეს შემიძლია გითხრათ, არ ვიცი. თავისუფლება მზია ამაღლობელს, სამართლიანი სასამართლო მზია ამაღლობელს და ყველას, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ეხლა თუ გავჩერდებით, არ მგონია, რომ ეს ამბავი კარგად შემოგვიყვეს. არ მგონია. მე მგონი არავის ყველასთვის შეიძლება ეს იყოს. მე მგონი ეს უკანასკნელი ბრძოლა. ან ეხლა ვიბრძოლებთ, ან უბრალოდ არ მგონია, რომ ეს ამბავი შემოგვიყვეს. მადლობა თამარ, თავისუფლებაზე. მადლობა. თქვენი გზავნილი რა არის დღეს ამ აქციიდან? გზავნილი არის, რომ თავისუფლება მზიას, თავისუფლება მედიას და თავისუფლება ყველა კანონმდებლობის. კომაზე ნაწილობრივ დაადასტურა იგივე მოსამართლემ, რომ გაყალბებულია მზია ამაღლობელის საქმე. და დღეს მან მაინც აი უკანონო მოპყრობის შემდეგ ისე მზია ამაღლობელი მიიჩნია სამართალ დამღვრევად. ეს რა დამოკიდებულებაზე მეწყობს, რას აჩვენებს ეს ჩვენთვის? სამართლობა ტოტალურად არ მეცდერე. ყველაზე საინტერესო არის, რომ ამ კაცის აქციების საკითხი დადგა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მან არ აიცილა და მე მშება შტაბეჭდილება, აი ახლა ლაპარაკობდით, რომ ანუ მისთვის თავარი იყო, რომ აი ბოლომდე ეჩვენებინა ერთგულება სისტემისთვის. და ეს მან მოახერხა. ამ ეს მისი სურვილი იყო თქვენ შტაბეჭდილება გიჩება თუ სისტემამ და არ ვიცი, მაგრამ ნუ ხო ჯერ კიდევ ხომ არის არჩევანი. ხო. ჯერ კიდევ ხომ არის არჩევანი. მესეც შტაბეჭდილება, მაგრამ ეს არის სრული ერთგულების და ლოიალობის დემონსტრირება. მაგრამ თუ მოსამართლეც ვერ ახერხებს მათ შორის მსგავსი გავლენებისგან თავის დაცვას, ესე გამოდის, ხო ეს ან ვერ ახერხებს, ან ახერხებს. ან კომფორტის ზონას ირჩევს ნებისმიერ ფასად. ირჩევს თანამშრომლობას სისტემასთან, ირჩევს უსამართლობას. სამართლის სახელით ირჩევს უსამართლობას. არ ვიცი, მაგრამ მადლობა, საინტერესოა, თავშენიერიც იყო. თქვენი სახელი შემოგცემთ? თეთევან სინიცა. მადლობა. ვასილ, რა შეგიძლიათ გითხრათ თქვენ, რას ნიშნავს თქვენთვის მოსამართლის ამგვარი დამოკიდებულება, მაშინ როცა წინასწარმოზე მან პრაქტიკულად ნაწილობრივ დაადასტურა, რომ გაყალბებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე კონკრეტულად, როცა ვიდეოში ჩანს, რომ მას აკავებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ოქროს მიხედვით სხვა პერი აკავებს მას გოჩავანეძე და თქვა, რომ არ გვინდა ჩვენ გრიგოლ ბესელიას დაკითხვა მაგალითად, იმიტომ რომ ჩემთვის უდაოა, ძალიან ახლად ჩანს, რაც ვიდეოშია ასახული, რომ გრიგოლ ბესელია აკავებს მზია ამაღლობელს. დღეს კი მან პირიქით ამ უკანონო მოპყრობის მსხვერპლი მიიჩნია სამართალ დამღვრევად. ეს რისი დემონსტრირება იყო თქვენთვის? მოკლედ ვიტყვი, როდესაც არ არის სასამართლოში სამართალი, სიმართლე და სამართლებრივად გამართული მუშაობა, ეს ადასტურებს, რომ აქ არის პოლიტიკა.
სასამართლოში პოლიტიკა არ უნდა იყოს. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ზეამაღლობელი არის პოლიტპატიმარი და კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, როდესაც სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაზე მოსამართლემ თქვა, რომ მას არ აქვს სისხლის სამართლებრივი საქმეების კვალიფიკაცია, თუმცა კანონი მას არ უბრძალავს, რომ განიხილოს ეს საქმე და შემდეგ უკვე ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ გაამტყუნა ზეამაღლობელი ცნოიგი სამართალდამხვევა და დააკისრა 2000 ლარიანი ჯარიმა. სასაცილოა რა. სატირალი რომ არ იყოს. ზეამაღლობელი არის პოლიტპატიმარი, დღეს ეს კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა. სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, რომელიც უნდა შეიცვალოს აუცილებლად. იმისთვის რომ მივიღოთ საერთო საზოგადოებრივი სიკეთე. ამით ვიღაცა იხეირებს. ვიღაცა კიდე იქნება ყოველთვის დაჩაგრული. უმრავლესობა დაიჩაგრება, უმცირესობა იხეირებს. ესე არ შეიძლება. ქვეყანა ვერ განვითარდება. სამართალს ვერ ვიპოვით და თუ იმედი გაგვიჩრუდა ამ ყველაფერზე, ხო, ეს ყველასთვის ცუდი არის. ვინც მიიჩნევს და ჩემ პოზიციას იზიარებს და ვინც შეიძლება მეწინააღმდეგება. მათთვის არის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ისინი საკმაოდ გვიან მიხვდებიან იმას, რასაც მივხვდით ახლა ჩვენ და რის დაცვასაც ვცდილობთ. ასე რომ აუცილებელი არის რომ საზოგადოების თითოეული წევრი კარგად დაფიქრდეს, მეტი ინფორმაცია მიიღოს, გაერკვეს და მათთვისაც დარწმუნებული ვარ ნათელი იქნება, რომ დღეს ზეამაღლობელი არის პოლიტპატიმარი. მადლობა, ეს ჟურნალისტი ვასილი ივანოვიჩი-ქოყვანი იყო. დიდი მადლობა ბატონო ვასილ. მალხაზ ჭკადოა საერთაშორისო გამომწვევ საქართველოს ანალიტიკოსი. თქვენთვის რის დემონსტრირება იყო დღეს მოსამართლე სალიხ შაინიძის ასეთი გადაწყვეტილება, როცა უკანონო მოპყრობის მსხვერპლი ჟურნალისტი ან პირიქით სამართალდამხვევად მიიჩნია. ზოგადად სალიხ შაინიძეს ჩვევია და ადმინისტრაციული საქმეების საქმეთა კოლეგიის სხვა მოსამართლეებს, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს აუდიტორიას უტოვებს თავისუფლებას, რომ სადღაც შეიძლება თურმე სასამართლოში ადამიანმა იპოვოს სამართალი. რაღაცა ისე წაიყვანს ხოლმე საქმეს, ეს პირველი შემთხვევა არ არის. სამწუხაროდ როგორც წინა შემთხვევის დროს არც დღეს მქონდა რაიმე ტიპის ოპტიმისტური მოლოდინი, იმიტომ რომ ჯერ ერთი ასეთი პრაქტიკა ბევრჯერ მინახავს და მეორე ქართული ოცნება არც ერთი წამით არ აპირებს, რომ რაიმე ტიპის ნაბიჯი გადადგას, რომელიც შეიძლება ოდნავ მაინც ნახვედრაში იყოს კანონის უზენაესობასთან. მას აქვს სინათლის სიჩქარით აღებული ტემპი მოძრაობის უსკრულისკენ, ავტორიტარიზმისკენ, დიქტატურისკენ და თუ ვინმეს აქვს რაიმე განცდა ან ილუზია, რომ სადღაც ქვეყანაში შეიძლება სამართალი იყოს, ძალიან ცუდი ამბავი მათთვის, რომ ჩემო თანამოქალაქეებო, კოლეგებო, მეგობრებო, ეს ყველაფერი შეგვიძლია ძალიან დიდი წუხარებით თქვათ, რომ სამართალს ქვეყანაში ვერ იქნება. დღეს ზეამაღლობელი არის პოლიტპატიმარი, ისევე როგორც 53 ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იხდის სასჯელს ქვეყნის სხვადასხვა საპატიმროში. ხვალ ზეგ შეიძლება ის ადამიანები აღმოჩნდეთ მათ პოზიციაში, რომლებიც აქვთ გავართ, მომას ესწრებოდნენ ან ვერ მოახერხეს და ვერ ჩამოვიდნენ, მაგრამ სულით გულით იყვნენ აქ და თუ რამე გვასულთნულებს, თუ რამე გვაძლევს ბრძოლის და წინააღმდეგობის მუქცეს ისე და ისე პირველ რიგში არიან ის ადამიანები, რომლებიც სინდისის პატიმრები არიან და ხვდებით მათი წერილები ერთგვარად შეიძლება იყოს მემატიანის დონის ნამუშევარიც კი დღევანდელი საქართველოს ვითარების აღსაწერად და მეორე ის რომ ადამიანები აჩვენს ზეამაღლობელის წერილი, ხო რის არეზარებაში არ მოპირებ ადამიანებს მიაჩნიათ ვალდებულად საკუთარი თავი, სოლიდარობის, პროფესიული ღირსების დასაცავად, უბრალოდ დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის კი არა. ჰუმანიზმის პრინციპის დასაცავად, რომ ჩამოვიდნენ თბილისიდან, ახალციხიდან, ქუთაისიდან და ასე შემდეგ. ამიტომ დღეს ბრძოლა მხოლოდ სახელმწიფოებრიობისთვის და დემოკრატიისთვის კი არ მიმდინარეობს სინამდვილეში. დღეს მიდის ბრძოლა ჰუმანურობასა და არახუმანურობას შორის. დღეს მიდის ბრძოლა მარტივ და თითქოს ყველასთვის გასაგებ ადამიანურ იდეალებსა და ბოროტებას შორის. იმიტომ რომ დღეს თუ სამართლობა და სალიხ შაინიძის გადაწყვეტილება თუ ნინოს ეხნიაშვილის გადაწყვეტილება გამოხატავს ამას, სახი ოდიში არ მახსოვს, ანუ მოკლედ, თვალდაზე იქნებიან სხვა მოსამართლეები, სხვა პროკურორები, სხვა
პოლიციელები, რომლებიც აუცილებლად მისცემენ ცრუ ჩვენებას, რომლებიც აუცილებლად იტყვიან, რომ ქალის მიერ დარტყმული ხელი მათ იმდენად ძიმედ კივილში აყენებდა, რომ სახე აუწითლდა და ასე შემდეგ. ანუ ეს სცენარები გვინახავს საკუთარ სახელმწიფოშიც, უფრო ჩვენს ოკუპანტ ქვეყანაში, რუსეთში, სულ რაღაცა 10 წლის წინ, 12 წლის, 7-8 წლის წინ ღირსების და პროფესიონალიზმის მქონე ჟურნალისტების მიერ გაშუქებული ვიდეო ჩანაწერებიდან თუ სტატიებიდან წაგვიკითხავს, როგორ ასამართლებდნენ აქტივისტებს, ჟურნალისტებს რუსეთში, ჩვენ იგივე და უფრო მძაფრი მდგომარეობა ჩაგვიდგა, იმიტომ რომ თუ პუტინს დასჭირდა ძალაუფლების კონსოლიდაცია 15-16 წლის განმავლობაში, ქართული ოცნება ამას აკეთებს განსაკუთრებით 2022 წლიდან, როდესაც ამ მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. ამიტომ რა შეუძლია ხო მოქალაქეს ამ დროს, რა შანსი რჩება მას ბრძოლისთვის თუ მოქალაქეს შეუძლია იყოს მოქალაქე, მოითხოვოს სამართალი, მოითხოვოს ღირსეული ცხოვრება. მოითხოვს ის სამართალს, თუ კი არ არის სამართალი, ანუ სასამართლო თუ კი არ იცავს მოქალაქეს და კანონის ძალაუფლების წყარო არის ხალხი. თუ ადამიანები იდგებიან წინააღმდეგობაში, თუ მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ვაჟას, ილიას აკაკის, თუ ისტორიკოსი, რომელიც თქვათ კარგი მაგალითების დარად ლაპარაკობს მარო მაყაშვილზე, ქაბუცა ჩოლოყაშვილზე, თუ თქვათ გაბედული ადამიანები, რომლებიც მუშაობენ უნივერსიტეტებში, სამედიცინო დაწესებულებებში, უვლიან ქალაქს, ეს ადამიანები თუ არ დაეთანხმებიან ამ პოლიტიკას და შევერთდებით და ერთხმად ვიქნებით, მაშინ გვაქვს იმის შანსი, რომ გადავრჩეთ როგორც საზოგადოება. თუ ყველა აირჩევს კონფორმიზმის, შემგუებლობის ან ამ შემთხვევაში ძლიერის მხარეს დავიღუპებით და ეგზისტენციური პრობლემა დაგვიდგება რა ჩვენ ან ვიარსებებთ როგორც დამოუკიდებელი სუვერენული საზოგადოება და შესაბამისად სახელმწიფო ან ისევ პოსტკოლონიალიზმში ან პოსტსაბჭოთა საუკეთესო ტრადიციებში გავაგრძელებთ რუსეთის უკანა ეზოთხოვებას. ეს არის ძალიან მარტივი არჩევანი. თუ ამას ადამიანები მიხედავენ იქნება მეტი წაიკითხონ და ვასილს დავითანხმები რომ მეტი გაიგონ, მეტი ეცადო და თუ თქვათ არჩეული აქვს ეს პოზიცია რომ მაინც ძლიერის მხარეს რჩებიან, მაშინ სამწუხარო ამბავი ვქმათვის რომ თქვენ არ გქონიათ ზნეობა და მორალი ბატონობა. ამიტომ თქვენი შვილები პასუხს რომ მოგთხოვენ როგორც თორნიკე არავიძე მოთხოვა საკუთარ მამას მონანიებაში, საკუთარ თავს დააბრაყდა. მარტივი ამბავი. შავსა და თეთრს შორის არჩევანის გაკეთება და შავისა და თეთრის დანახვა არასდროს არ ყოფილა ამ ქვეყანაში ასეთი მარტივი და ადვილი. ძალიან კაფიოდ ჩანს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა. და რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, ესე ძალიან კაფიოდ ჩანს. აბსოლუტურად გეთანხმებით, აბსოლუტურად და ეს არის თითოეული ადამიანის არჩევანის საქმეა, თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, ვერ იქნება სხვაგვარად რა. ვერ იქნება სხვაგვარად, არ შეიძლება ივანიშვილს, არ შეიძლება რუსულ ძალას გადავაყოლოთ საკუთარი მომავალი, საკუთარი შვილების მომავალი, საკუთარი მშობლების მომავალი, საკუთარი მშობლების ღირსეული ცხოვრება და ნებისმიერი მოქალაქის, რომელსაც შეიძლება ვიცნობდეთ, შემატყურებდეთ და შეიძლება სულაც არ ვიცნობდეთ. მადლობა, ეს მალხაზ ჭკადუა იყო, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი, პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ბათუმში. თქვენ ხედავთ, რომ ისევ გაშლილია პლაკატი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, არ უპირებ მიიღო რეჟიმის დღის წესრიგი, იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის. ეს არის მზია ამაღლობელის ნათქვამი ფრაზები, რომელიც მან გამოაგზავნა ციხიდან წერილში და წერილში იყო აღნიშნული ეს ფრაზები, რაც ახლა არის პლაკატზე, რასაც თქვენ ახლა ხედავთ და გაშლილი აქვთ ჟურნალისტებს და აქტივისტებს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. სულ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა მოსამართლე სალიხ შაინიძემ გადაწყვეტილება, მან სამართალ დამღვრად ცნო მზია ამაღლობელი იმის მიუხედავად, რომ წინასწარმეტყველზე მან ნაწილობრივ დაადასტურა კიდეც სიყალბე, რომელიც ჩანს ძალიან მარტივად მზია ამაღლობელის საქმეში და ამის მიუხედავად მაინც უკანონო მოპყრობის მსხვერპლია და ეხლა უკვე უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი, რომელიც ამ უკანონობას აპროტესტებდა 38 დღე პირიქით მზია ამაღლობელის სამართალ დამღვრად. Irmas გავესაუბროთ ზოიძეს ჟურნალისტ და აქტივისტ. ირმა მოგესალმებით. რისი დემონსტრირება იყო თქვენთვის დღევანდელი გადაწყვეტილება სალიხ შაინიძის მხრიდან, როცა მან წინასწარმეტყველზე 13 მარტის ხომაზე ნაწილობრივ და პრაქტიკულად დაადასტურა სიყალბე ამ მზია ამაღლობელის საქმეში, როცა მაგალითად თქვა, რომ არ არის სადაო, მაგალითად ის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გრიგოლ ბესელი აკავებს მზია ამაღლობელს, მაშინ როცა ოქროს მიხედვით გოჩავანაძე აკავებს მზია ამაღლობელს. და დღეს მაინც უკანონო მოპყრობის მსხვერპლი და უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი მიიჩნია სამართალ დამღვრად. რის
დემონსტრირება იყო ეს თქვენთვის? ხო, ერთია რომ სამართალ დამყარებად მიიჩნია და მაინც რაღაც ნაწილს ქონდა ეგეთი განცდა რომ შემოეფუძნებოდა შენიშვნით, ანუ შენიშვნაც კი ნიშნავდა რომ თქვათ რაღაცა დააშავა. მაქსიმუმ შეიძლება პატიმრობა შეეფარდებინა და ამითაც თქვათ დაეტოვებინა სიმძიმე, ხო? მაგრამ არც თქვათ პატიმრობისაც საინტერესო რა ხომ ზიამაღლებელი პატიმრობაშია უკვე და ეს გაექვითებოდა ასე თქვათ ეს პატიმრობა. მაგრამ საბოლოო ჯამში ის რომ თქვათ ის დამრღვევია, ამას მაინც დაადასტურებდა. ესეც არ გამატებითი წნეხი დაუწეს ასე თქვათ ამ ზიამაღლობას. არა, ეს საზოგადოების წნეხია რა. ზიამაღლებელი საქმე ყოველ თახტებს რომ სიმბოლური საქმე და ეს ძალიან ბევრს თვითონაც ეხება. ეგ არის რომ კიდე უფრო ამძიმებენ ამ პატიმრობაში დატოვებაც კი არ იყო საკმარისი და მე ამას ვერ ვხვდები, ამას რა ალბათ ჩვენზე უკეთესად იციან ჩვენ შედარებულები, აი იმძოლეთ სანამ გვიან არ არის ეთყობა ვერ ვიბზვით ისე, ისიც კი არ გააკეთა სისტემამ რომ გამოსulis დროს შეიძლება გადაეკეტა გზა და სწრაფად წასულიყო, მაგრამ საცობიც კი არ გაითვალისწინებდა რომ შეიძლებოდა თქვა რაღაც აღელვებულ ხალხს მისულიყვნენ გამოეტაცათ რაღაცა რეაქცია ჩვენ ვართ ძალიან პატიოსანი ადამიანები რა მეგონი ზედმეტი აი ძამიშოვანი დეტალზე გამახვილებთ ახლა თქვენ ყურადღებას ხო იმდენად პატიოსნები ვართ რომ არანაირი ძალისხმევა არ ჭირდება აი არც უფიქრიათ რომ აი შეიძლება საცობი შეიკრო ჩვენ მანქანა ვერ წამოყენოთ პრობლემად ზიამაღლებელი ფიქრიათ შეიძლება კიდეც მაგრამ ხუთი კაცი იყო აი ასე აი ესე და ისე მიყავდა და ჩვენ აქედან ზიარდით ახლა მე ამ შემდეგეთ ამ კიდე უფრო დამოუკიდა აი გამანადგურა იმის ყურება როგორ ადამიანი უსამართლოდ დაჟირო კიდე უფრო რაღაცა წელი ჩვენ ყველანი გაბრაზებულები და არაფერი აი იბრძოლები ვინც იბრძვის ეს არის ზიამაღლებელი და ის სილაც რომელიც ზიამ გააჩნდა არის გამონაკლისი ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ ვერავის ვერ გავაწანით ვერაფერი ვერ ეკრები ხოლო და ესე ხო რა უნდა გვექნაო მეკითხებიან და არა ხო ვერაფერსაც ვერ ვიგებ მეც აქ ვიყავი მაგრამ არ მითქვია პოლიციას გამოდი და გამოუშვიო იმიტომ რომ ჩვენ მაინც შინაგანად ორგანულად გვაქვს ეს წესების მორჩილება არ ვამბობ რომ შეშინდა მორჩილება რომ არ შეიძლება საზამართალ დამკარს რაღაცას რო აკეთებს იმას ხელი შეუშალო ოღონდ თუ ეს უკანონობას ემსახურება ხელი უნდა გააცილო უნდა გააცნა და ეს გააკეთა მხოლოდ მზია ჩვენ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ სამწუხაროდ ამის დემონსტრირება იყო ამან გამანადგურა ამ პროცესში და სისტემაც ცდილობს იმის დემონსტრირებას რომ შე ყველაფერს გაგიბე და ყველაფერს გავაკეთებ დემონსტრირება აღარ ჭირდება აკეთებს და ბედავს და ყველაფერს შვება რა ყველაფერს აკეთებს და გადაგვიარა ყველანაირად თავსა და ჩვენ არ იგივე როცა ჯარი ხო შეიძლება შენიშნით გაჩერებული იყო ეს სამართალო იქნებოდა ხო მაგრამ ჯარი პატიმრობაც რო ყოფილიყო ხო საბოლოო ჯამში ჩვენ ვიტყვით რომ აი ნახე ვაქნავ მაინც პატიმრობა შეუფარდა და შენიშვნითაც არ შემოიფარდა თუნდაც იმიტომ რომ აქ თქვა რომ თქვა შენიშვნის შემთხვევაში გამოვიდოდა რომ იქ სუბუქი ის არის რა ქვია პირობა იმისა რომ შენიშვნა ნიშნავს რომ უნდა გაითავისუფლებინა თავის დროზე პატიმრობა შეეფარდებინა მაინც სიმძიმე იქნებოდა მაგრამ აი ფულზეც არ არის ლაპარაკი იმაზეა რომ არ აინტერესებს იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან მორჩილები ოღონდ კარგებით მორჩილები ალბათ კარგი მორჩილები ხო წესრიგის მორჩილები ჩვენ ევროპელები ვართ ჩვენ ყველანაირად არ შეგვიძლია ხო და ის რომ ბოროტია და ის რომ პირველყოფილია იმითი ამტკიცებს რომ უბრალოდ აკეთებს რაც უნდა იმას და სანამ შეიძლება ეს მივიდეს თქვენი აზრით რა შეიძლება გავაკეთოთ მოქალაქეება ხო ეს კაცი მოსამართლე შაინიძესაც არ აქვს იმის განცდა რომ ხვალ კი მოსამართლე ქვია მაგრამ ნათესავებში ტილში და ქორწილში რომ მივა რო ეთქვია რომ ბიჭო ეს რა გააკეთეო ამის ისიც არ აქვს რომ ოჯახის წევრები ნათესავები და მისი აცილება მოითხოვა ზიამაღლებელმა თავად ხო პრეზიდენტის დეიდაშვილის სიძეა ეს ოჯახის წევრი ცოლი ეთქვის ნათესავი ეთქვის რომ ეს რა ქენი კაცო შენი ნათესავი უსამართლოდ უკანონოდ ანუ შეიძლება მართლაც იაროს მიუხედავად წინააღმდეგობის საზოგადოების მაგრამ აქ ხო ვერ იქნები მართალი აქ რა ეგ მაინც არ ვიცი რა ხდება მე არ ვიცი ძალიან რთულია ამ ქვეყანაში ცხოვრება ზუსტად იმის გამო რომ ჩვენ
ვერ ვაცნობიერებ, რომ კანონი აღარ არსებობს. კანონის მორჩილება სისუსტეა დღეს და ჩვენ მაინც კანონმორჩილები ვართ. არ გამოდის, არა, ანუ ხო ხედავთ, საერთოდ არ რა უნდა და დემონსტრირება გააკეთეთ, თუნდაც იმის გააჩერე პოლიციამ, გააჩერე მოძრაობა და სწრაფად გაიყვანე. არა, მაგით არ უცდიოთ, ხო. საცობმა შეაფერხა მოძრაობა. არ ჭირდება არანაირი ძალის დემონსტრირება. რამეს დემონსტრირება აღარ ჭირდება. ძალა იგრძნო ჩვენი მხრიდან სისუსტე, ოღონდ იმიტომ რომ ჩვენ კეთილშობილები, კანონმორჩილები თუ ასეთ ვისე, ჩვენ ვიცით რომ რა უნდა ხდება. სასამართლო იყო, ხალხი ეხლა ციხეში, ჩვენ ამ პროცესს უნდა ვთქვათ რომ არასწორია, სუდია, ასე არ შეიძლება, უკანონო პატიმარია, სინდისის პატიმარია და ამით შემოიფარგლება ჩვენი წინააღმდეგობა. ბატონო, რასაც ვიმსახურებთ, იმას ვიღებთ რა. მე არ ვიცი, მე უნდა მისულიყავი შეიძლება. პირველი მე უნდა მეთქვა პოლიციისთვის უსამართლო პატიმარია და კანონი ამ ქვეყანაში არ არის და ამიტომ მე შევეცდები რომ სამართალი ასე შეხომ მე ძალა გაქვს. არა, ალბათ ამისთვის საჭიროა რაღაც წინააღმდეგობის კიდევ უფრო გაძლიერება და რაღაც ერთობლივად დაანახვა პროცესის კონსოლიდირება. რა საჭირო ვიცით ხოლმე რა არის საჭირო, მაგრამ ვერ ვაკეთებ. ანუ ხედავთ ამის რესურსს დღეს იგივე სამოქალაქო წინააღმდეგობაში ამ პროტესტში, რომ ეს შეძლოს ამ წინააღმდეგობა მიკვეთება. ეს რაც დავინახე ეს ჩვენი საცოდაობა რომ აი ეს ზია გვიყვარგარზია რაღაცა პირიქით მე არ მინდა ხა საჯაროდ რომ ამას ვამბობ ჩემ განცდას ჩემი თავი ხო შემეცოდა არ ვიცი ფიქრობ რომ ჯობია პატიმრობაში იყო ალბათ ასეთი მოსვლა მაგრამ მე აგე ჩემს პენსიონერ ოჯახის წევრებზე ვფიქრობ ვიღაცა კიდე რა თავის შვილებზე ფიქრობს არ მივედი ხო რა იყო ხო რა უნდა და ხუთი კაცის გაწევას კაცი არ არც ვიცდია იმიტომ რომ ვიცით ამას რა მოყვებით ხო და ასე არ ვიცით სანამ არ ვიცი რესურსი არის თუ არა დარჩა თუ არა რამე იმას დემონსტრირება არ ჭირდება ის უკვე მოქმედებს მაქსიმალურად იმიტომ რომ დაკარგა სახე ფორმალურადაც აღარ ცდილობს რომ რაღაცა გითხრას ხო დაგონახოს რომ აი მე აკეთებ ამას ასე ძალით მაგრამ შენ მე წინააღმდეგობა მე მაინც ვიზავ არ ჩანს ეს წინააღმდეგობა და ისე აკეთებ რბილად, მშვიდად, კომფორტი აქვს რა. აი მოქალაქე გვიწევს ერთ-ერთი კი ბატონო არ უნდა გადავაყოლოთ ივანიშვილს ეს ქვეყანა, მაგრამ თქვენ ვის მხარეს ირჩევთ, ვინ ყავთ ლიდერებად? რა საჩვენებს ეს კომენტარი თქვენთვის და რა შეგიძლიათ რომ უთხრათ? ხო და მაგას რომ ვამბობ მაჩვენებენ ხოლმე რომ ვამბობ რომ სალამა ალტერნატივა არ იქნება მანამდე ხალხი ასე ცალ-ცალკე რომ დაიჭერენ, მე რომ დამჭერენ, სიას რომ დაიჭერენ, ამაზე არაფერი არ იქნება, ამას არაფერი არ მოყვება გარდა იმისა რომ გადაივსება ვისა. ხო, ალტერნატივა უნდა გამოჩნდეს და პირველ რიგში ხა მეტყვია რომ შეიძლება არასწორი მისამართია და არასწორად მიმყავს, მაგრამ ის რომ ის ვისაც ალტერნატივის ამბიცია ის ჩამოშორდეს და არსებობენ ადამიანები, სახელები, გვარები, ვინც შეიძლება რომ წინააღმდეგობა გაუწიოს და მაგრამ ვინც წინააღმდეგობას უწევს ის ყველა ციხეშია ეხლა თემურ ქათამაძე ციხეშია, გზია ციხეშია, ის ბიჭები ციხეში არიან, ზვიადი და ის ყველანი ესენი ციხეში არიან. ანუ ვიციან ვის უნდა მოკიდონ ხელი და ვინ უნდა გაანეიტრალოს და დანარჩენები ეხლა ვივლით ასე და სლოგანებს უკვე დასაპირებულ სლოგანებს რომ უნდა ავჯანყდეთ ხო მოვიდა ავჯანყდეთ მესმის ქვეყანა სადაც აჯანყება იქ უკან მიდის არ ჭირდება აჯანყება მაგრამ სხვანაირად სისტემა კანონად გექცევა შენ კანონიერად მას ვერ მოუგებ ეს არის ვიფიქროთ ამაზე და ზიასავით უნდა მოვიქცეთ რა სილა უნდა გავაწყდეთ ხონერად არ გაგვიყვება ვიზა მამას მე შენ ვიზამო ხა მითხავს არ ვიცი შეიძლება ვქნა შეიძლება ვერ ვქნა და თუ ვერ ვიზამ ესე იგი ღირსი ვარ იმის რაც ხდება რა ვიცი მადლობა ირმაზოვიძე იყო ჟურნალისტი თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში ასეთია განწყობები დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სადაც ცოტა ხნის წინ მოსამართლე სალიხ შაინიძემ გამოაცხადა
გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის საქმეზე. მან სამართალდამღვრად მიიჩნია მზია ამაღლობელი და 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ეს იმის მიუხედავად, რომ ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა სიყალბე მზია ამაღლობელის საქმეში და ეს მოსამართლის წინა გადაწყვეტილება მას დაადასტურა, როცა მან თქვა, რომ მას არ მიაჩნია საჭიროდ რომ დაიკითხო გრიგოლ ბესელია და ირაკლი გებუაძე, იმიტომ რომ არსებობს ვიდეოები და მას ჯერა დანათლად ხედავს ამ ვიდეოში წარმოდგენილ ინფორმაციას, მაშინ როცა მაგალითად გრიგოლ ბესელი აკავებს მზია ამაღლებელს, ჟურნალისტს და დაგაბის ოქრის მიგრაზით და არა გრიგოლ ბესელი, არამედ გულჩავანიძე აკავებს მზია ამაღლებელს, ასევე შეცვლილია დაკავების მუხლი. სიყალბის მიუხედავად სალიხ შაინიძემ დღეს პირიქით უკანონო პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელი მიიჩნია სამართალდამღვრად. მოდით ცელა ქათამიძის შეფასება მოვისმინოთ. ციალა მოგესალმებით, სამხალხო წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. რის დემონსტრირება იყო თქვენთვის მოსამართლე სალიხ შაინიძის დღევანდელი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით წინასხდომის შემდეგ, და წინასხდომაზე მან თქვა, რომ არ არის საჭირო გრიგოლ ბესელიას და ირაკლი გებუაძის გამოკითხვა, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მკაფიოდ ჩანს რაც არის ამ ვიდეოში წარმოდგენილი, რომ მაგალითად გრიგოლ ბესელი აკავებს ნამდვილად მზია ამაღლობელს. თუმცა საქმესაც განიხილავს სალიხ შაინიძე, თუმცა ამ საქმის განხილვა გადადებულია 27 მარტამდე, ხო როგორც ვიცი. რის დემონსტრირება გააკეთა დღეს სალიხ შაინიძემ? თქვენთვის რა იყო ეს გადაწყვეტილება? აი ამ მოძალადე ადამიანების მოძალადე პოლიციელების საქმის ჯერ ვერ გაბედა სასამართლო პროცესზე დაკითხვა, მიუხედავად იმისა, რომ რავი, მეორე პროცესია გვეტრაბახებოდა, რომ სასამართლოს თითქოს და არასდროს შეუკავებია თავი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ნებისმიერი შეგვიძლია დავკითხოთ, თუმცა მან ვერ გაბედა ვერც ამ შემთხვევაში ბატონი გებუაძის და ვერც ბესელიას დაკითხვა, უშუალოდ იმ ადამიანების, რომლებიც უშუალო თავარი მოქმედი პირები იყვნენ დაკავების და არაფერ შუაში არ იყო ცრუ მოწმე გოჩავანაძე, რომელმაც რაღაცა საცოდავად ოფლიანი სახით და ხელებით რაღაცა სადა ეთქვა თითქოს და მან მიიღო მზია ამაღლობელის დაკავების გადაწყვეტილება, მაშინ როცა ყველამ კარგად დაინახა და კარგად გაიგონა, კარგად დაინახა ბესელიას ქმედება და გაიგონა გებუაძის სიტყვები, რის გამო იყო მზია ამაღლობელი დაკავებული. მეც ველოდები სასამართლოს, ჩემი სასამართლოს ხდომას 27-ით 28-ში მაგ და ჩემი საბოლოო სიტყვის ნაწილში ვაპირებ ისე მიმართო მოსამართლეს, როგორი გადაწყვეტილებაც მიიღო და ვაპირებ უთხრა ის, რასაც ვფიქრობ. ყველა მისი კოლეგის და მის შესახებ, რასაც ვფიქრობ და აუცილებლად დავუპირდები იმას, რომ მე ვაპირებ ვიბრძოლო ისეთი სამართლებრივი წესრიგის დამყარებისთვისაც ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ისინი განსასჯელის საკამზე იხდებიან, იმიტომ რომ სამწუხაროდ ხელისუფლებების ცვლილების და მიუხედავად ჩვენ როგორც საზოგადოებამ ვერასდროს ვერ დავსვით მთავარ გამოწვევა და პრობლემად აი სამართლო გადაწყვეტილების მოსამართლის თუ პოლიციის წარმომადგენლის უმკაცრესად კანონის შესაბამისად დასჯა, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა სამართლიან სასამართლოს პირობებში ცხოვრება, პირველ რიგში სახელი უნდა დავარქვათ ყველაფერს, იმიტომ რომ დღეს 10-12 წლის ბავშვის რომ დაგესვათ და წინასხდომებიც რომ მოესმინა, კარგად ნახავდა სად იყო სიმართლე. სალიხ შაინიძე არის სამწუხაროდ ოლიგარქის და იმ სისტემის მონა. პირველად ვიყენებ ამ სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ ამას მედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველად ვიყენებ და არც არასდროს მთელი ამ 3 თვენახევრის განმავლობაში არ გამომიყენებია, თუმცა დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მის კოლეგებთან ერთად, რომლებიც რა ვიცი მე მესამე თვეა აქ სხდომებს ატარებენ და აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს ადმინისტრაციული სხვა წესით ასამართლებენ და სასჯელებს უსჯიან, ისინი არიან ოლიგარქების, ამ შემთხვევაში უსიტყვოდ შემსრულებელი ოლიგარქების ბრძანებების და სხვა არაფერი არ ქვია თუ არა არ ვიცი, მსახურნი. შეგვიძლია უფრო მხატვრულად ვთქვათ, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ ქვია ამას. აუცილებლად დარწმუნებული ვარ, რომ
უთხარი წინასწარმაზე ბატონ სალიც რომ მართალია სამართალი ურმით დადის ესე თქვეს ჩვენ წინაპრებმა თუმცა სამართალი აუცილებლად მოვა ქვეყანაში და ყველაფერს თავის საქმელი დაერქმევა იმიტომ რომ შეუძლებელია ამ მსგავსი უსამართლობის რაც ამ სასამართლოს დარბაზებში ტრიალებს და რა ვიცი ხდება გრძელვადიანად რა ვიცი მოახერხონ მათ საკუთარი რეჟიმის შენარჩუნება და ამასთანავე ნუ მარტო არ არიან ამის იმედი აქვს იმიტომ რომ მათ გვერდით და მხარს უჭერენ არალეგიტიმური პარლამენტი რომელიც კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს რაღაცა იმ კანონებს რომელიც ამ ქვეყანაში არის და სუნთქვის უფლებასაც გვიგზავნავს ნახოთ სანამ შეგვეძლება სუნთქვა და სანამ იქნებით თავისუფლად სანამ გადავაადგილდებით დარწმუნებული ვარ რომ თითოეული ადამიანი რომელიც აქციაზე დადის თუ გამოხატავს პროტესტს ისე გავაგრძელებთ სხვადასხვა ფორმებით ჩვენი პროტესტის თუ ჩვენი სათქმელის თქმას ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროში პარლამენტში თუ სხვაგან სადაც მათ უზურპირებული აქვს ხელისუფლება მადლობა ციალა კათამიძე იყო აქტივისტი სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი მე შეგახსენებთ რომ დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძემ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება ზიამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე მან სამართალ დამპყრობად მიიჩნია ზიამაღლობელი და დააჯარიმა იგი 2000 ლარით დაკავება გაყალბებული ოქმით ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო უკანონო პატიმრობაში მყოფი ზიამაღლობელის წინააღმდეგ ასევე დღეს ეს სამართლის საქმესაც გაიმართა ზიამაღლობელის საქმის განხილვა არწებითი განხილვის პირველი სხდომა ამ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო მოსამართლის აცილება ძირითადად ეს ფაქტორები იყო მითითებული რის გამოც მოითხოვეს მოსამართლის აცილება ეს ფაქტორები იყო ის რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილი არის დასანქცირებული მოსამართლე ზუსტად ზიამაღლობელის საქმის გამო ჩათვალა იგივე ესტონეთმა რომ მან დაარღვია მოსამართლემ დაარღვია ჟურნალისტის უფლებები როცა მას გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდეს ყველაზე მკაცრი აკვედი ღონისძიების ფორმა პატიმრობა კიდევ ერთი გარემოება არის ის რომ ნინო სახელაშვილი მას შემდეგ რაც მან გაყალბებული ოქმის საფუძველზე პატიმრობა შეუფარდა მზია ამაღლობელს ამ დროს ის იყო გამოსაცდელი ვადით დანიშნული ხოლო ამის შემდეგ ის დაინიშნა გამწესდა უბოდო მოსამართლედ ხოლო ადვოკატები მიუთითებდნენ კიდევ ერთ გარემოებას რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში ეს არის ის რომ ნინო სახელაშვილს საერთოდ არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მას არ ჩაუბარებია სისხლის სამართლის გამოცდა არც უსწავლია სისხლის სამართალი მაგრამ განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს ზიამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს სწორედ ნინო სახელაშვილი რომელსაც ჩაბარებული აქვს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეთა სპეციალიზაციაში გამოცდა და არა სისხლის სამართალში და სწორედ ეს მოსამართლე მიიღებს სავარაუდოდ სწორედ ზიამაღლობელის საქმეზე განაჩენს ზიამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე შემდეგი სხდომა გაიმართება 31 მარტს ესწრებთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიიდან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მადლობა ყურადღებისთვის დროებით